იუსტიციის მინისტრი აგვისტოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს. თია წულუკიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დაკითხვის პერიოდში პრეზიდენტი აღარ იყოს. თუმცა მასთან ერთად დაიკითხება ბევრი სხვა მაღალჩინოსანიც, ვისი მისამართითაც კითხვები არსებობს. მინისტრის ინფორმაციით აგვისტოს ომის გამოძიება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა. ჟურნალისტებთან მინისტრის შეხვედრისას ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის სამინისტროში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც კერძო მევახშეების და კრედიტორების საქმეებზე იმუშავებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პროკურატურაში ასეულობით საჩივარი შევიდა. შეიქმნა ასევე ვიდეორგოლი, რომელიც მალე ტელევიზიების ეთერში იტრიალებს და მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდის ბანკიდან სესხის აღების ყველა პროცედურის შესახებ. მინისტრი პროკურატურის შესახებ კანონპროექტს და მოსამართლეთა კონფერენციის თემასაც შეეხო. საჯარო რეესტრის მონაცემებით დღეს საქართველოში ძალაშია 200.000-მდე საიპოთეკო ხელშეკრულება. ეს ეხება როგორც მინიმუმ 200.000 ადამიანს, თუ არა მეც, თუ არ ჩავთვლით, თუ ვიანგარიშებთ იმას, რომ ყველას უკან უდგას ოჯახი. მე მინდა უთხრა ყველას, ვისაც მატერიალურად დღეს უჭირს. კარგად დაწონეთ რისკები მანამ სანამ კერძო იპოთეკარს, მანამ სანამ ბანკს, მანამ სანამ კერძო საფინანსო ორგანიზაციას ჩაუგდებთ ხელში თქვენს ქონებას. ქართველ მოსამართლეებს მინდა უთხრა შემდეგი: მათთვის დგება გადამწყვეტი ისტორიული მომენტი, რომ მათ ჩაატარონ მოსამართლეთა კონფერენცია თავისუფალ პირობებში, ჩვენ კენჭისყრაიციან მათ დავხურეთ მათთვის კანონის ძალით, რომ მათ თავისუფალ პირობებში საკუთარინების შესაბამისად ხელმძღვანელობის კონტროლის მიღმა აირჩიონის, ვინც მიაჩნიათ, რომ იქნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათი ღირსეული წარმომადგენელი.